გამარჯობათ. ეხლა მინდა გავჩვენოთ თუ როგორ ხდება დარეგისტრირება Innova Georgia-ს სამიკად პლატფორმაზე. აი ეს არის საიტის, ესე იგი, თავფურცელი, რასაც ქვიან და შემდეგ გადავდივართ აი ესე. და აქ აქვს სამი ვარიანტი. ეხლა მე მინდა დავრეგისტრირდე პარტნიორობაზე. პრინციპში რეგისტრაციის ფორმა სამივე ტიპისთვის არის ერთნაირი. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სამიკად ლიცენზია, აირჩიოთ პარტნიორობა, ან აირჩიოთ ოპტიმიზაციის პროგრამა. მე ახლა ავირჩევ პარტნიორობას და დავაწვევი რეგისტრაციას. და გამოიტანა აი ესეთი ფანჯარა. აქ შევავსებ სახელს გიორგი იმნაიშვილი ელექტროპოსტა ავიღოთ ორბელი და პაროლით ავიღეთ აი ეს ჩავწერე ახაც პაროლი ჩავწერე ელფოსტის მისამართი, ჩავწერე პაროლი, პაროლში უნდა იყოს აუცილებლად 2 ასო, ან დიდი, ან პატარა და ციფრები დაახლოებით 8 ციფრი და 2 სიმბოლო. კი ბატონო, აქ ჩავწერ ტელეფონს 599 50 მოკლედ ტელეფონით ჩავწერეთ, თუ კომპანიის დასახელებას და თუ საიდენტიფიკაციო კოდი ექნება, რა თქმა უნდა, კომპანიას, თუ შპს არის და საიდენტიფიკაციო კოდი. ამ შემთხვევაში ვავსებ როგორც ფიზიკური პირი. ისე იგი, აქ არის წესები და პირობები. ვერ ცნობი ამ წესებს და პირობებს, ეს სტანდარტული წესები და პირობებია, დიდი განსაკუთრებული აქ-აქ, მაგრამ შეგიძლიათ მაინც აიკითხოთ. და შემდეგ გადმოხვიდეთ აქ და უნდა ჩართოთ ვეთანხმები და დააწვევით რეგისტრაციას. კი ბატონო, ეხლა ელექტრონულ პოსტაზე მომივა ვერიფიკაციის კოდი. აი აქ შევიდეთ ელექტრონულ პოსტაზე. აი მოვიდა ვერიფიკაციის კოდი, ამ ვერიფიკაციის კოდს დავაკოპირებ და ჩავშავ აი აქ და ვეთქვი ვერიფიკაციას. მორჩა, ესე იგი ჩვენი რეგისტრაცია. აქ არის ხელმოწერა, მოკლედ და ჩავწერ ხელმოწერასაც კი ბატონო გიორგი იმნაიშვილი აქ შეგიძლიათ ფონტებით შეარჩიოთ თქვენზე არის და ვეთანხმების მოკლედ მორჩა ეს თქვენი საპარტნიორო განცხადება მიღებულია. ეხლა, როდესაც თქვენ ავსებთ პარტნიორობას, საპარტნიორო განცხადება მიდის, ესე იგი, Innova Georgia-ს ადმინისტრატორთან, ნახულობს Innova Georgia-ს ადმინისტრატორი, ალბათ შეიძლება დაგიკავშირდეთ კიდევაც ტელეფონზე, მაინც რომ გააკეთოს გამოკითხვა, ან წერილი მოგწეროთ, ვიმგზავრდებით რა საქმიანობას ეწევით და ამის შემდეგ მოახდენს თქვენს რეგისტრაციას. ანუ ნებართვას გაცემს იმაზე, რომ თქვენ დარეგისტრირდეთ ჩვენს საიტზე. კი ბატონო, აი ახლა გაველოდები და გააკეთებს და ვნახოთ შემდეგ გავყვეთ მშლელობას. მოკლედ, ახლა დავარეფრეშოთ. და გადავიდეთ
დაშბორდზე. აჰა. მოკლედ პარტნიორობა აქ გვიჩვენებს, რომ ეს გადასახადი არის. ეხლა ჩვენ დავაწვევით გადახდას და ესე იგი აქ რეგისტრირდება ბარათი. ბარათით არეგისტრირებთ, ესე იგი შედიხართ აქ და გამოვაქვს ჩვეულები, რომ ბარათი დარეგისტრირდეთ და გარდა ამისა შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ ინტერნეტ მობაილ ბანკი. რო თქვენ გადახდები მოახდინოთ ამ ბარათით ინტერნეტ მობაილ ბანკით, რომელიც თქვენთვის, რა თქმა უნდა, ბარათი ალბათ უფრო ეს იქნება მოსახერხებელი, მაგრამ ინტერნეტ ბანკიც პრინციპში მოსახერხებელი არის. ეხლა მე გავაკეთებ გადახდას ველოდებით, პრინციპში ველოდებით და ეხლა დავარეფრეშოთ. კი ბატონო, გადახდილი არის. ხა მოდი გავააქტიუროთ გასაგები. შევდივართ აი აქ. დავაწვევით აი აქ და მოკლედ გადმოვედით გასაგების დამატებაში. აქ გვაქვს 3 ცალი გასაგების დამატების საშუალება. მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ეს 3 ცალი გასაგების დამატება ხდება 3 სხვადასხვა კომპიუტერზე. ერთ კომპიუტერზე მხოლოდ ხდება ერთი გასაგების დამატება. როგორც კლიენტი გიორგი იმნაიშვილი დარეგისტრირდა და მას გიორგი იმნაიშვილს 3 სხვადასხვა კომპიუტერზე შეუძლია დაარეგისტრიროს, ანუ გადმოწეროს 3 კად პროგრამის გასაგები. ესე იგი, ჩვენ ახლა დავაწვევით გააქტიურებას და გადმოვედით შემდეგ გვერდზე, სადაც მივიღეთ აი ესეთი პანჯარა. ინსტრუქცია თუ როგორ უნდა გადმოწეროთ 3 კად გასაგები. დავაწვევთ აი აქ 3 კად სეტოპს. აი ხედავთ აქ შევდივართ მე აი აქ და ვეუბნებით დონალდს. ისე იგი, აი მივიღეთ აი ეს 3 კად სეტოპი, ეხლა შეგვიძლია ჩვენ პრინციპში ჩავკეცოთ, შევიდეთ დონალდებში. ეს 3 კად სეტოპი გადმოვიტანოთ დესკტოპზე, ეს ჩავხუროთ და აქ პროგრამა გვიჩვენებს, მოდით ახლა ესეთი რამ გავაკეთოთ, რომ ყველაფერი კარგად ჩანდეს. აქ პროგრამა გვიჩვენებს, რომ უნდა დავაწვეთ 3 კად სეტოპს. ხო, კი ბატონო. და დავაწექი, ორჯერ დავაკლიკე. ვეუბნებით more info, აი აქ დავკლიკავთ. მე დავკლიკავთ აქ. შეიძლება ეს პანჯარა არ გამოიტანოს და პირდაპირ დაიწყოს გადმოტვირთვა, ну, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. მაგრამ თუ ესეთი პანჯარა გამოიტანა, ну, რაც ჩვენ ახლა გავაკეთეთ, ისევე გააკეთებთ თქვენც. აი ხა ველოდებით, რომ გამოიტანოს აი ესეთი პანჯარა. აი, ნახეთ, ფაქტიურად გამოიტანა ესეთი პანჯარა. აი, ქვევით ჩაიკეცა, მაგას მიაქციეთ ყურადღება, თუ აქ არ გამოიტანა, შეიძლება ჩაკეცოს და ესე იგი, ვაწვევით, OK-ს ჩავკლიკავთ და ეხლა მინდა განახოთ, რომ რა გვაქვს შემდეგი პანჯარა. მოდით ამას ესე. ესე იგი, შემდეგი პანჯარა გვაქვს ზუსტად აი ესეთივე. ვეუბნებით next. მერე შემდეგივე არის კიდევ ესეთი, ვეუბნებით აქაც next. მერე კიდევ next და ვეუბნებით installs. კი ბატონო. ეხლა ხდება გადმოწერა და უნდა მივიღოთ შემდეგი აი ესეთი პანჯარა, სადაც მერე დავაწვევით, დავკლიკავთ finish-ს. დაველოდოთ. მიმდინარეობს გადმოწერის პროცესი. აი ხა ზუსტად დაჟე ესეთი პანჯარა, ვეუბნებით აქ finish და აი ნახეთ გამოვიდა ესეთი 3 კადის ლოგოთი გასაშვები გასაღები დაждდა დესკტოპზე. ესე იგი, ვაწვევით აი ამ გასაღებს და გადავდივართ
შემდეგს, აი ნახეთ, გამოვიდა ესეთი ფანჯარა და გადავდივართ შემდეგზე. შემდეგი რა გვაქვს? შემდეგი გვაქვს რეგისტრაცია. ესე იგი, აქ ვავსებთ ელექტრონულ ჩვენს მისამართს. სახელი ჩავწეროთ, ნუ კომპანია წერა, თუ კომპანია იქნება, კომპანიის სახელი ჩაწეროთ, თუ არა და გიორგი ჩავწეროთ ხოლოდ, კი ბატონო, არ გინდა გვარი. აი ესე, ზუსტად უნდა ჩაიწეროს, არანაირი პრობლემა ეს არ ჭირდება და ვეუბნებით აქტივაციას. ვეუბნებით შემდეგ OK-ს და ველოდებით ელექტრონულ პოსტაზე უნდა მოვიდეს. გადავდივართ inbox-ში და ველოდებით აი მოვიდა სარეგისტრაციო კოდი. ესე იგი ამას აი ესე მოვნიშნავთ ზუსტად, არავითარი აი ესე გადასვლა ან გადმოსვლა, ზუსტად აი ესე უნდა ჩავსვათ მონიშნა. ვეუბნებით კოპის და ეს ჩავსვათ აი აქ. paste. ეხლა მე ჩავკლიკავთ აი აქ და ვეუბნებით აქტივაციას. ვეუბნებით აქაც OK-ს. OK-ს. აი ეს ბოლო ვარიანტი იყო, სადაც ჩვენ ვუთხარით, ასე ვთქვათ, ჩავკლიკეთ OK. ანუ ყველა ეს მომენტები გავიარეთ. აი აქ ეს იყო ჩაკლიკული, სადაც აუცილებლად უნდა ჩანდეს, რომ ეს არის ჩაკლიკული, ისე უნდა დავაწვოთ აქტივაციას. ყოველ მიზეზს გარეშე. ასე რომ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ. ეხლა გადავდივართ შემდეგზე და შემდეგი არის აქტივაცია. კარგით. გადავიდეთ, ხო, აქაც უნდა ჩავსვათ აქტივაციის კოდი, რაც წეგან ქონდა ჩვენ დაკოპირებული, მე დამახშოვრებული ქონდა, ასე ვთქვათ, პირველი რაც დავამახშოვრებინეთ აქტივაციის კოდის, დამოვიტანეთ, ეს ისევ გადმოვიტანეთ აქ. ვეუბნებით გააქტიურებას და აქ წერს, რომ გილოცავთ აქტივადებით ჩაიარა. ეხლა შეგვიძლია ჩვენ შრიფტიც გავასწოროთ. ამისთვის შრიფტი რო გავასწოროთ, ისე იგი შევდივართ უნდა ჩავთოთ სამი კადი და ვნახოთ რას მივიღებთ სამი კადის ჩართვის შემთხვევაში. აი, მოკლედ ჩვენ ახლა მივიღეთ აი ესეთი პირველი გვერდი სამი კადის და მოდი ახლა მე მინდა განახოთ თუ როგორ ხდება ამის ასე ვთქვათ გადაყვანა რუსულ შრიფტზე. აი შევდივართ აი აქ იში, აქ გვაქვს ენა, ენები, სხვა ენები და აქ არის ru. ნუ ჩვენი სამი კად პროგრამა ჯერჯერობით არის ინგლისურ და რუსულ ენაზე. რო გადავიყვანოთ რუსულზე, ვეუბნებით OK-ს და გამოვდივართ შემდეგ აქედან. ეხლა ეს გამოვიდეთ უნდა პროგრამიდან. ვეუბნებით ეს და ჩავთოთ თავიდან. ეხლა ხელახლა ჩაიტვირთება და აი ნახეთ როგორი ისინი გამოჩნდა, რა ქვიან. არასრული წარწერები, კითხვის ნიშნები. ამიტომ ეს კითხვის ნიშნები რო გაქრეს, ჩვენ ვაკეთებთ ესეთ რამეს, ესე იგი, აქ გვაქვს ინსტრუქცია სპეციალურად მაგისთვის თუ რა უნდა გავაკეთოთ. ესე იგი, შევდივართ control panel-ში. ხო, ვაწვევით control panel-ს.
panels და გვაქვს control panel-ში მერე გვაქვს მოდი ესე ვთქვათ შემდეგი ოპერაცია გვაქვს რეგიონი ისე იგი აი აქ ჩამოშლით ესე და გვაქვს აი რეგიონი კი ბატონო ვაწვევით რეგიონს და აი ესე იგი შევდივართ აი აქ მერე ვაწვევით აი აქ ამ relax გავყვეთ ამ ჩვენ ინსტრუქციას ისე იგი უნდა ჩავნიშნოთ რუსული აი აქა ბატონო ვეუბნებით OK-ს ამის შემდეგ გამოდის აი ესეთი პანჯარა და ვეუბნებით restarts და როგორც კი დავაწვევით და ვეთქვით restarts კომპიუტერი მაშინვე გაითიშება. მოკლედ restarts შემდეგ ისევ დავბრუნდით დესკტოპზე, ეხლა დავაწვეთ ჩავკლიკოთ რიგადის გასაშვები, გასაღები და ვნახოთ რა მოხდა. ფაქტურად აქაც მიჩვენებს რომ რუსულად არის. და აი ნახეთ ის კითხვის ნიშნები რაც იყო, უკვე არის რუსულად. ეხლა თქვენ თუ კი დაგჭირდებათ ამის ინგლისურზე გადაყვანა, ჩაოლებული მე შედიხართ ისევ აქ, ვეუბნებით English და ნუ ეხლა მე არ დავაყენებ ინგლისურზე და ვეუბნებით OK-ს, რომ გადაიყვანთ ან აქტივირებათ და მე გამოვხვალთ და ჩაოლებრივ გადავა ინგლისურზე, აღარ დაჭირდება არც control panel-ში შესვლა და არცაც შესვლა აღარ დაჭირდება. კარგით, ეხლა ამის შემდეგ რას ვაკეთებთ? ნუ ეხლა პროგრამაში გვაქვს აი ესეთი ამაშენი ზაკაზი, ამის ვიდეოები ყველაფერი არის და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ და არის პროექტი რევანია. ხო, პროექტი რევანიას რო დააწვევით. ეხლა გამოიტანს აი აქ პანჯარას, ამიტომ ეხლა გაეშვას. აი ნახეთ როგორ გამოიტანა, აი ერთი რაღაც გამოიტანა, მაგრამ ეს ასეთი სახით არ უნდა გამოიტანა, ამიტომ ამას ეხლა მე ჩავკეცავ წავშლი ესე და რა გვაქვს? აი აქ სულ შესავსები არის. ამიტომ აი ვაწვევით ნასტროიკას, პროგრამის ნასტროიკას შევდივართ, დავაწვევით აი აქ. გამოიტანა ესეთი პანჯარა და ვეუბნებით ნაჩაც, ანუ ეს არის რა? რომ გადმოიწეროს ყველა ფაილი. ამ ფაილების გამოტანას დაახლოებით 2 საათი, შეიძლება 3 საათიც მოუნდეს პროგრამა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფაილია გადმოსაწერი არის მულტიპლიკაციები, არის სხვადასხვა ტიპის ფაილები, ბევრი გადმოსაწერი, რაც თქვენ მუშაობაში გჭირდებათ. აი ვაწვევით ნაჩაც და დაიწყო, აი ნახეთ, დაიწყო ამ ფაილების გადმოტანა ინტერნეტის საშუალებით სერვერიდან, რომელიც იმყოფება Strasbourg-ში ეს სერვერი და იმ სერვერიდან ხდება აი ამ ყველა ფაილის გადმოწერა. მოკლედ, ამით ყველა ეს ვიდეო ამოწურულია, თქვენ აუცილებლად უნდა შეასრულოთ აი ეს ინსტრუქციები, რომელიც ჩვენ მოგეცით და მერე საბოლოო არის აი ეს ფაილების გადმოხატვა და გადმოწერა. პროგრამა გაშვებულია და შეგიძლიათ იმუშაოთ წყნარად. გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.